Airsoft სოფლიოში ცნობილი სპორტის სახეობაა, სადაც მოთამაშეები პირდაპირ მნიშვნელობით იბრძვიან. სამხედრო თამაშში პნევმატურ იარაღს იყენებენ, რომელიც წონით, ვიზუალით, მასალით რეალურის იდენტურია. სასროლი მექანიზმი არის ზამბარიანი ხელის დატენვით ან ზამბარიანი ავტომატური დატენვით. იარაღი 6 მმ-იან ბურთულებს ისვრის, რომელიც სპეციალური პლასმასისგან მზადდება და აუცილებელია მაღალი ხარისხის იყოს, რათა იგი ლულაში არ გაიჭედოს და ფრენის ტრაექტორია არ შეიცვალოს. პირველი ამ ტიპის იარაღი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იაპონიაში შეიქმნა. საქართველოში Airsoft-ის ასოციაცია 2010 წელს დაფუძნდა. მიზანში სროლა, დაბრკოლებების გადალახვა და სხვადასხვა სამხედრო ელემენტებით დატვირთული თამაში ბევრ ადამიანში დიდ ინტერესს იწვევს. ამჟამად ასოციაციაში 30 წევრი და 10 წევრობის კანდიდატია. დღეს საქართველოში Airsoft-ის 3 გუნდი არსებობს. ასოციაციის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ექსტრემალური სახის შეჯიბრში მონაწილეობა ყველა სრულწლოვან მსურველს შეუძლია. თამაშობთ ხოლმე ზედმეტად ყოველ კვირას გაავტოვებთ კვირას. მაგრამ არიან ბევრი მოყვარულები, რომ არის ხოლმე თამაშზე, ზოგჯერ შეიძლება ასკაზზე მეტიც შეიკრიბოს რა. სურვილებს შეუძლია თქო უნდა მოვიდეს, ოფიციალურად უნდა დაუკავშირდეს, უნდა შეირჩეს მაგისთვის ფორმა, იარაღი. დღეს თამაში ეგრეთ წოდებული აეროპორტის პოლიგონის ტერიტორიაზე გაიმართება. მთავარი უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ სათვალის გარეშე ტერიტორიაზე გადაადგილება იკრძალება და თამაშიც არ დაიწყება მანამ, სანამ ყველა მოთამაშე სათვალეს არ გაიკეთებს. თამაშის წესები არის აუცილებლად დასაცავი ის, რომ აუცილებლად სათვალე უნდა გეკეთოს. თვალში თუ მოხვდა დიდი შანსი თვალი ამოგთხაროს, დანარჩენი საშიში არაფერი არ არის. როდესაც უსაფრთხოების მთავარი წესი დაცულია, მებრძოლთა ჯგუფი ორ გუნდად იყოფა. თამაში დათქმულ დროს იწყება, მანამდე კი გუნდელები ერთმანეთს იცნობენ. თუ ახალბედა ხარ, თამაშის დროს მთავარი სირთულე შენიანების დამახსოვრებაა, რადგან ტყვია თუ შენიანს გაარტყი, ის ჩვეულებრივად კვდება და თამაშიდან ვარდება. Airsoft-ში გუნდური თამაშის უნარს, ფიზიკურ მომზადებას და სტრატეგიის დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალბედებისთვის ეს დამატებითი პრობლემაა, რადგან მოთამაშე რელიეფს არ იცნობს. არ იცის გადასასვლელი გზები და სტრატეგიული სიმაღლეების მდებარეობა. სირთულე არის ფიზიკურად მომზადებული უნდა იყო, გამძლეობა უნდა ქონდეს, იმიტომ რომ რთულია ხანდახან ტყეში გვიწევს სიარული დიდ მანძილებზე ფეხით. სიყვარული უნდა ქონდეს, რაც თავარია იარაღის მიმართ და უნდა გიყვარდეს ეს სპორტი. სტრატეგიის დაგეგმვა არის ყველაზე რთული და რაც ეს ეგ უნდა შეასრულოს მთლიანად გუნდმა. ბიჭო, ეხლა ერთი ვარიანტია. მარტო კაცი არას არ მოძრაობს რა. ყოველთვის ვართ ორნი. გადავდივართ ორი კაცი. მე მაზღვის სხვა, მე ვაზღვის სხვა, რა ერთი. ანუ ესე მივდივარ. უეჭველი იქ ვიღაც ისდება და ანუ ეს შენერეთ იქნება რა. ეს ატრიალი ხოლმე ჩვენ ვართ ეხლა ცეცხლის ხაში, როგორც კი გავართ, ხო? ჩათვალე რომ ეგები ყველა ჩვენ დაგვიშვებს რა. ანუ ჩასაფრებული არიან, გზას უყურებენ ისინი და ანუ როგორც კი გამოჩნდება დაუშვებენ ეგრევე რა გზას. და ანუ მაგას უნდა დავასწრებ. ერთი გუნდი თავდასხმაში, მეორე გუნდი კი დაცვაში თამაშობს. მისია დროშის ხელში ჩაგდება. თავდამსხმელთა რაზმი ცდილობს დროშა მოიპოვოს. დამცველები კი ცდილობენ ის მოწინააღმდეგეს არ დაუთმონ. თუ თავდასხმელთა გუნდი შეძლებს და დროშას აიღებს, მათ 1 საათის განმავლობაში უნდა მოახერხონ მისი დაცვა. სწორედ ამის შემდეგ ჩაითვლება ეს გუნდი გამარჯვებულად. თუ დაცვის გუნდი შეძლებს და თამაშის დაწყებიდან 1 საათის განმავლობაში არ დათმობს დროშას, მაშინ მოგებული დაცვის გუნდია. ყველაზე მარტივი ხერხი თამაშის მოსაგებად ყველა მოწინააღმდეგის დახოცვაა. ეს არის პირდაპირ სადღაც 60 მეტრში. გორაკი რო არის პირდაპირ აი სტოლბების მარჯვენა მხარეს. სპორტის სახეობა fair play-ის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი მოთამაშე მოწინააღმდეგის მხრიდან ტყვის მოხვედრას თავად აღიარებს და თამაშს ეკიშება. აუცილებელი კანონია იმისი, რომ შეიძლება ერთხელ გეპატიოს მეოჯერ, მაგრამ მესამეჯერ გული უნდა გაგრიცხავენ. ეს თამაშის დროს ტყვია მოხვდა და არ გავხდი. და მოიტყვე. ამას ვეძახით ჩვენ ჩეთერობას და ეს არის პატიება.
მოთამაშე, რომელსაც ტყვია სხეულის ნებისმიერ წერტილში მოხვდება, დაღუპულად ცხადდება. Airsoft-ი მკაცრი თამაშია. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა ტრამვების ალბათობა დიდია. თამაში განსაკუთრებით სახიფათო მაშინ ხდება, როდესაც მასში ხელხუმბარები და ერგედეს ტიპის იარაღები ერთდება. Airsoft-ში ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ნამდვილ ომში. ამ სპორტით დაინტერესების მიზეზიც სწორედ ესაა. რისკი, სირთულეების გადალახვა და გამარჯვების გემო. ეს Airsoft-ია.